საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია საავტორო გადაცემა სათნოების საათი. მე მისი ავტორი და წამყვანი ციცი გურიელი გახლავართ. ყველას მოგესალმებით ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი პატივისცემით, განსაკუთრებული სიყვარულით მოვიკითხავ ემიგრანტებს ყოველთვის, როგორც ყოველთვის. და მინდა მალე სახლში დაბრუნება უსურვო ყველას აბსოლუტურად. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი ბატონი, თავისი საქმიანობით, თავისი პიროვნებით, საზოგადოებაში ადგილით და ასე შემდეგ. ეს გახლავთ საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე, მხატვარი გურამ ცერცვაძე. უღრმესი მადლობა ბატონო გურამ სტუდიაში მობრძანებისთვის. ძალიან გამახარეთ რომ მესტუმრეთ, მეწვიეთ გადაცემაში. მოგესალმებით სრულიად ჩვენი ტელევიზიის სახელით, ქართული ტელევიზიის სახელით და მოგიკითხავთ მაყურებელს ალბათ აინტერესებს როგორ ბრძანდებით ჩემთან ერთად. მადლობა მოგეთქვისთვის. დიახ. არა ვიშავს. მერტმა არაფერი დაგიშავოთ. ცოტა დავაზუსტებ ჩემს წარდგენებას, როგორც თქვენ წარმოგიდგენთ. ამავე დროს ვარ საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეც. ეს ორი ინსტიტუცია არსებობს, არის საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანება, რომლის თავმჯდომარეს გახლავარ და საქართველოს მხატვართა კავშირის. კი ბატონო. დიახ. ესე იგი ერთი არის 1916 წელს დაფუძნებული იმ ჩვენი ეროვნული მოღვაწეების მხრიდან და მეორე ცოტა მოგვიანებით და ძალიან მოგვიანებით დიახ დაფუძნა უკვე ჩვენს საუბარში. კი ბატონო. ბატონო გურამ, თქვენ აი ვიდრე თანამდებობაზე დაინიშნებოდით, აგირჩევდნენ. უпростоრად როცა აგირჩიეს აი ამ თანამდებობაზე მხატვართა კავშირის თავმჯდომარედ, თქვენ დაგხვდათ ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემები, რაღაცა დაულაგებელი სიტუაციები. მოკლედ, აი ახლა როგორ არის საქმეები? ვიცი რომ გასწიათ თქვენ ძალიან დიდი შრომა, რომ აი ამ ძალიან ბევრ პრობლემას შეჭიდებულიყავით და დაგელაგებინათ სიტუაციები მხატვართა კავშირში. აი დღევანდელი დღის მონაცემებით რა ხდება, როგორი ამბები გაქვთ? რა თქმა უნდა, პრობლემებს რა გამოვლეს? რა თქმა უნდა, არსად არილევა პრობლემები. ზოგადად შემოქმედებითი კავშირები დღესაც ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. იმ პერიოდში ეს იყო 2017 წელს, როდესაც მე ამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არჩევითი თანამდებობა ამირჩია ჩემმა მეგობრებმა, მხატვრებმა, კოლეგებმა. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევების წინაშე იდგა შემოქმედებითი ორგანიზაცია. ჩემს მეგობრებთან ერთად, გამგეობის წევრებთან ერთად მე მარტო არა ვარ, არც მაშინ ვიყავი, არც დღესავე და მოგვარს ბუნებრივია მარტო ვერაფერს ვერ შეძლებ. მეგობრებთან ერთად, ამ გამგეობის წევრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შევდექით იმ პრობლემას, რა თქმა უნდა, ბევრი კარგი რამაც დამხვდა იმ ორგანიზაციაში გაკეთებული წინა ხელმძღვანელობის მხრიდან. რა თქმა უნდა, იყო ბევრი შეცდომებიც, ბევრი პრობლემებიც და ამას ეტაპობრივად ნელ-ნელა მივადევნეთ ყურადღება და უპირველესად იყო საერთოდ მქონებრივი მდგომარეობა მოგეხსენებათ იმ უბედურების ჟამს, რაც 90-იან წლებში მთელ საქართველოს დაარდა თავს მე გულისხმობ მოვლენებს 90-იან წლების მოვლენებს დასაწყისში, როდესაც იმ პერიოდის პრეზიდენტი რა დავარქვათ რევოლუცია იყო თუ ეს პუჩი სახალხო აჯანყება თუ მე ვფიქრობ რომ ეს იყო ძალიან ცუდი რამ, ეს იყო პუჩი, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში მოხდა მხატვრის სახლი მთლიანად განადგურდა შემოქმედებითი დასაშინელება მოხდა. ძალიან ცუდი რამ, რა თქმა უნდა, მთლიანად ის პერიმეტრი რაც კი შენობა რამდენი ღირებული რაღაც გასაკვირია 6 მილიონი იმ პერიოდის ღირებულების მარტო შემოქმედებითი ნამუშევრები დაიცვა იქ. მატერიალური ზარალი უდიდესი, რა თქმა უნდა. ჩვენ არანაირი კომპენსაცია არ მივიღია. ეს ახლა ამ თანხას რომ ვამბობ და იმ ზარალს ეს იმდროინდელი სახელმწიფო კომისიის მიერ იქნა დაზუსტებული და დღეს ალბათ გახუთმაგებულია ის ზარალი. სამწუხაროდ ყველაზე სამწუხარო ის იყო რომ ის წყინვალე ისტორიული შენობა დაიცვა და განადგურდა. აი ყოფილი მხატვრის სახლი, იქ იყო ჩვენი ოფისები, საგამოფენო სივრცე, საქართველოს
სამხატვრო ფონდი და უამრავი რასაც წარმოადგენდა ჩვენი შემოქმედებითი ორგანიზაცია და აი მის შემდეგ გადმოვედით შემდეგ აქეთკენ სადაც დღეს ავარ ჩვენ ერთ-ერთი ჩვენი საწარმოო კომბინატი იყო ეს სამხატვრო საწარმოო კომბინატი ჩვენი ოფისი საგამოფენო სივრცე ჩვენი გალერეა დღეს ოფისი არის და მოღვაწეობთ იქ და ეს ხონებაც იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ გადმოგცემდნენ თუ არა მას იმიტომ სახელმწიფო სტატუსი მიანიჭეს სამწუხაროთასაც იმიტომ რომ ის რასაც დღეს ჩვენ სადაც ჩვენ ვართ ესეც თავის დროზე მხატვართა შრომითა და ჰონორარებით არის აგებული და შექმნილი ეს ეკუთვნოდა მხატვრებს საკუთრების უფლებით უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა აქ უკვე აღარ მინდა შევეხო იმ პერიოდს კანონი რომელიც გამოვიდა შემოქმედებითი კავშირების შესახებ ის კანონი გვაძლევდა მის საშუალებას და ვერ მოხდა იმ უხლების გამოყენება წინა ხელმძღვანელების მხრიდან იმ პერიოდში ვინც იყო ხელმძღვანელები რომ დაირეგისტრირებათ არა მარტო ჩვენ ყველა შემოქმედებით კავშირის ერთ და იგივე პრობლემა აგვიმართა იმ პერიოდში ბატონო გურამ მე თქვენ დაგიძახეთ ძალიან საინტერესო საუბრისთვის ვიცი რომ ესე იგი ხელოვნება ყოველთვის იყო ერთგვარი სიკეთის ელჩი ყოველთვის იყო ხიდი ადამიანების ურთიერთობებს შორის, ქვეყნებს შორის მეგობრობის და სიყვარულის ხიდად გადებული ყოველთვის ხელოვნება, მხატვრობა, ლიტერატურა, ნებისმიერი. აი თქვენ ახლა გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი პროექტი, რომელიც აი რო გავიგე მე ისე მიხარია, ასე მგონია რომ ხვალზე რაღაცა ისეთი ამბავი მოხდება, რომ გამოაცხადებენ, რომ აფხაზეთი ისევ საქართველოს ნაწილიაო. აი ამაზე ვისაუბრებ. აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო არის და იქნება რა თქმა უნდა სპისნებით ქართველების აფხაზების კეთილინებით და დალაგდები ესეთო ისტორიულად ჩვენ ერთად ვიყავით ერთიან ქართულ აფხაზურ კულტურას ქმნიდა ეს ხალხი და დღემდე ასე ვართ ეს უბრალოდ ეს ბარიერები რაც დღეს არის და სამწუხარო ფაქტები რაც მოხდა ისიც იმ 90-იანი წლების გამოძახილი იყო და უბედურება დაატყდა ჩვენ ქვეყანას ასევე როგორც აფხაზებს ოსებს ასევე ჩვენს ერთი პრობლემის წინაშე ვდგება. რა თქმა უნდა. ჩვენ საქართველოს მხატვართა კავშირი ყოველთვის და ყველა შემოქმედებითი კავშირი მათ შორის ყოველთვის აერთიანებდა არა მარტო ქართველებს. აქ იყვნენ ჩვენი ყველა კუთხის წარმომადგენლები, ეთნიკური ოსების, აფხაზების, რუსების, რა ვიცი, სომხების, დღეს მრავალ ეთნიკური არის ჩვენი. ამიტომაც ქვია საქართველოს. ყველას აერთიანებდა. ეს არის იმდენად ჯერ მრავალრიცხოვანი ვარ ჩვენ და დაახლოებით რა ვიცი 3300-მდე წევრია წარმოიდგინეთ რა ლაპარაკობ? კი, თან იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი კავშირი, იმიტომ რომ ეს შევსება ყოველთვის მოდის თვითონ ახალგაზრდა მხატვრები ამთავრებენ ამა თუ იმ უმაღლეს სამხატვრო სასწავლებლებს და სურვილია გახსნით. ყველას არა, ვისაც აქვს სურვილი და იმსახურებს ამას ჩვენი წევრები ხდებიან. მათ შორის არა მარტო როგორც აღნიშნე, არა მარტო ქართველები. ადრე აი იმ წლებში, როდესაც ჩვენ დავამთავრეთ სამხატვრო აკადემია და მაშინ ერთ ძლავრი შემოქმედებითი ორგანიზაცია იყო საქართველოს მხატვართა კავშირი. გავხდით წევრები, ხო, მაშინ იყო ერთიან სივრცეში ვიყავით ჩვენ ყველანი. ეს იყო ძალიან ძლავრი შემოქმედებითი კავშირი და აქ იყვნენ მრავალი ეთნიკური წარმომადგენლები, როგორც მოგახსენეთ და ჩვენ დღემდე გრძელდება ეს ურთიერთობები. ამა თუ იმ გამოფენაზე ჩვენ ხვდებით ერთმანეთს უცხოეთის გამოფენებზე ძირითადად და რა თქმა უნდა საქართველოს მხატვართა კავშირის ეგიდით როდესაც ტარდება ესა თუ ის გამოფენა აქ ყოველთვის არიან ჩვენი როგორც მოგახსენეთ როგორც აფხაზი მხატვრები ეთნიკურ აფხაზებს გულისხმობ. ასევე და აფხაზეთიდან ბევრი მხატვრები თავისთავად ბუნებრივია. რომლებიც თბილისში არის. რა თქმა უნდა, რომელზე შემოქმედებითი კავშირი, აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი დღეს ჩვენთან არის, ჩვენს ოფისთან ახლოს არის მათი ოფისიც, ჩვენს ერთ შენობაში ვარ ჩვენ. მხატვართა კავშირმა დაუთმო მათ ეს სივრცე და წარმატებით მოღვაწეობს ეს ერთ-ერთი წარმატებული შემოქმედებითი კავშირია. ბატონო გურა, ერთი წამით შეგაწყვეტინებთ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით და ბარემ აქვე მოვიკითხოთ ჩვენი პატივცემული ჯემალ ბასარია, რომელიც უნდა ყოფილიყო დღეს ჩემი მეორე რესპონდენტი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გვეწვია
და მოვიკითხოთ და უსურვოთ ჯანმრთელობა, გამოჯანმრთელება. ძალიან წარმატებული მხატვარია როგორც მხატვარი და ამავე დროს სულ ცოტა ხნის წინ აირჩია აფხაზეთელმა მხატვრებმა თავის ხელმძღვანელად და წარმატებით აგრძელებს ამ შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნას და ძალიან ბევრი საინტერესო გამოფენა გაკეთა აფხაზეთელი მხატვრების მხრიდან. ყოველთვის აქტიურები არიან, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, გამოწვევებისა, მოგეხსენება დევნილობაში ცხოვრება არ არის ესე მარტივი და იოლი. ჩვენ ყოველ მხრივ ვცდილობთ მათ შევუწყოთ ხელი, ყველანაირად გვერდში ვდგავართ ამ არაჩვეულებრივ მხატვრებს და მისენეს აქტიურად არიან ჩამული ჩვენს საქართველოს სახელოვნებო სივრცეში და მუშაობენ და წინვარად იფინებიან. არა მარტო საქართველოში, უცხოეთში და ჩვენი ეგიდით ჩატარებული გამოფენების ყოველთვის აქტიური მონაწილეები არიან უცხოეთში და კარგად წარმოადგენენ თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ამა თუ იმ გამოფენაზე. წინვალე. ესეთი პერსონალური გამოფენების ბევრი აქვთ მათ, ეხლა ბევრი ჯილდოც აქვთ მიღებული სახელმწიფო პრემიები, შერვაშიძის, დაბუგაშვილის სახელობის და ეხლაც ჩვენც ყოველთვის წარმოადგენთ ხოლმე ძალიან პრესტიჟული პრემიები გაქვთ. პრესტიჟული პრემიების გახლავთ და იმსახურებს კიდეც ეს ხალხი, ვინც მიიღო ეს პრემია, რა თქმა უნდა, კომისიის გადაწყვეტილებით. და ეხლა რაც შეეხება თქვენს ამ კითხვას ძალიან საინტერესო ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის კონტაქტების დაყვარება, ან შესვლა, ან გამოსვლა იქედან და შესვლა გამოსვლა ბატონო გურამ არის პრობლემა არა თუ ჩაატაროთ ასეთი გრანდიოზული რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვიფიქრეთ კი ბატონ ჯემალთან ერთად სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ ეხლა მე ყველაფერს ვერ დავკონკრეტებ ბატონ ჯემალი აფხაზია კი ამ გუდაუთიდან გახდა რაც მნიშვნელოვანია ის ესე უყურებდა გვერდიდან უყურებდა მანამდე თურმე საქართველოს მხატვართა კავშირს არაპირებდა ჩვენთან მე მივიღე პირადად ის მხატვართა კავშირის წევრად აუხსენე ჩვენი საქმე მოსკოვში ცხოვრობდა დიდხანს და დაბრუნდა საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრი ბრუნდება ჩვენი მხატვრები დაბრუნდნენ ბოლო პერიოდში უცხოეთიდან და ჩვენ წევრებიც გახდნენ და საქართველოში ცხოვრობენ თბილისში და აგრძელებენ ემიგრანტებს გულისხმობ ნეტა ყველა დაბრუნდებოდეს და ისეთი ცხოვრება შეიქმნებოდეს საქართველოში და თანდათანობით ყველა ქართველი და არაქართველიც ვინ ჩვენი მოკალათები არიან და დროებით არიან ძალიან დავცოტავდით ძალიან დავცოტავდით კი და ძალიან სამწუხარო ფაქტია ეს ჩვენ ახლა ამ თემასაც რო შევეხოთ დემოგრაფიული სიტუაცია ისეთი მძიმეა საქართველოში რომ ნუ არ ვიცი ეს კიდევ მაგრამ ჩვენი კუთხით რაც შეგვიძლია ვცდილობთ რომ ეს ხალხი მოვიზიდოთ აი ეს არის გმირობის ტოლფასი არ არის გმირობის ჩვენი მოვალეობაა ეს მოვალეობაა მაგრამ გმირობის ტოლფასია როგორ გინდათ ახლა იმ ტერიტორიიდან ადამიანები გადმოიყვანოთ კი იქ მოელაპარაკოთ რომ გამოუშვან ეს ხალხი აქეთ რომ ეს მარტივი ხო არ არის რომ აიცით რაიმე იქ იმიტომ მიხავს ხო გამოფენაში უნდა მიიღონ მონაწილეობა დაუშვათ ეს ძალიან ისა რთულია. ძალიან რთულია. ჩვენ აი როგორც აღნიშნე ბატონ ჯემალთან ერთად საქართველოს მხატვართა კავშირი, აფხაზეთის მხატვართა კავშირი, არის კიდევ მესამე ორგანიზაცია შავი ზღვის ქვეყნების შემოქმედებითი კავშირი. ეს ერთიან სივრცეში ვართ ჩვენ ყველა და კანონი არ გზავნობს ამას შეუძლია შემოქმედებითი კავშირის რამოდენიმე კავშირის წევრი იყოს ესა თუ ის პიროვნება და ჩვენ მაინც ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთიან ქართულ ხელოვნებას ვემსახურებით. აი ესეთი რამ кайხანია მუშაობდით ამაზე, რომ ჩატარდა ოქტომბრის თვეში გასულ წელს აფხაზი და ქართველი მხატვრების მეგობრობის ფესტივალი. ეს ჩატარდა ზუგდიდში. ფართო მასშტაბიანი ღონისძიება იყო ეს და ფიქრობდით და ვცდილობდით რომ და შევეცადეთ რომ ეთნიკური აფხაზები რომლებიც დღეს აფხაზეთის
ტერიტორიაზე არიან, სოხუმში მოღვაწეობენ და არა მარტო სოხუმში, სხვადასხვა ქალაქში არიან აფხაზეთში, რომ ისინი გადმოსულიყვნენ ჩვენთან და ჩვენს ამ გამოფენაში მიეღოთ ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ეს საბედნიეროდ მოხერხდა. ისე რომ ამბობთ, რომ ეს არ არის გმირობა? არ არის გმირობა, ახლა უბრალოდ მოვალეობა, მე მინდა ეს იყოს სიყვარულით, პატივისცემით, კოლეგიალური დამოკიდებულების გამოძახილი და გვიან რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს ნდობა. მაგრამ ამას როცა აქვს პოლიტიკური სარჩული ბატონ გურამ და აი ესეთი დაძაბული სიტუაცია, იქ არის გმირობის პოლიტიკის გარეშე მოდი ყველაფერი ეს პოლიტიკა თავისთავად. მაგრამ ჩვენ ხო მაინც ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. მოდი აქედან. არა, ხელოვნება არის ყოველთვის სიკეთის და სიყვარულის რა თქმა უნდა, ჰუმანური იდეების გადაგება და ყოველთვის როგორ არის იცით რომ აი ეს ხალხი ჩვენი კოლეგები არიან, ხელოვანი ხალხია, მხატვრები არიან, ასევე როგორ მწერლებიც, საკველა ჩვენ ერთ სხვანაირი სულიერების ხალხია ეს. სხვანაირი გომარეობა აქვს, სხვანაირად ფიქრობენ, აზროვნებენ. აი ეს გამოფენა შედგა. გამოფენაც შედგა, არა მარტო გამოფენა, შემდეგ ღონისძიება ჩატარდა, იქ იყო აფხაზური ლექსები, აფხაზურ თემებს, ყველაფერი ეხებოდა აფხაზეთისა და აფხაზებისა და ქართველების მეგობრობას. უამრავი რამ დაწერილა ამ თემაზე, შექმნილა სურათიც, ბევრი რამე გაკეთებულა და ეს პატარა გამოძახილი იყო. წარმოიდგინეთ, მოვიდნენ ეს მხატვრები, ხო გადმოვიდნენ, მიიღეს მონაწილეობა ჩვენ საქართველოს მხატვართა კავშირმა, ჩვენი წილის შესაძლებლობებიდან შევიძინეთ სამხატვრო მასალები, ფერები, ტილოები, ჩარჩოები, ყველაფერი და მათ საჩუქრად გადავეცით. ჩვენს აფხაზ კოლეგებს. არც ისინი დარჩნენ, მაშინ თავისი სუვენირების რაღაც თავისებური სიყვარული გამოხატეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს ეს საღამო ჩატარდა მართლა ძეიმი იყო. კარგი იყო. აი გულისამაჩუყებელი ამბავია. რა თქმა უნდა, რა საკვირველია, მე ხას უსვამ რომ ეს უნდა გაგრძელდეს. ამას წინ ვერაფერი ვერ დავუდგა. ეს არის სატკივარი, ბატონო. სატკივარი ჩვენი, მათისა ჩვენიც. ჩვენიც ორივე მხრის და ეხა აი კლავები რომ მოაჭრას ხეულს, ხო? აქეთ აფხაზეთი, აქეთ სამაჩაბლო. ერთი სხეული იყო, ერთი ორგანული ის იყო, ხო? ეს საქართველო. ეს უნდა აღდგეს და ამას უნდა ძალიან თბილად, ძალიან ნაბიჯ, ყურადღებით, ძალიან დაკვირვებით. ის შეცდომები რაც მოხდა ჩემმა მიტევების გზით უნდა ვიარეთ. აუცილებლად მიტევების. სიყვარულით უნდა ვუკურნალოთ. კურთხეულ ქვეყანაში ცხოვრობ. ჩვენ ეს არის სიყვარულით უნდა ქვეყანა, ხო? ჩვენი ასაკვირველია, ეს არის ღთიური საჩუქარი ჩვენთვის რომ ამ ულამაზე სამშობლოში ცხოვრობთ. არც აფხაზ, არც ქართული სხვა სამშობლო არ აქვს. ეს არის ჩვენი საქართველო, ჩვენი კუთხე და წარმოიდგინეთ რამდენი არ გაგვაჩნია, არც მათ, არც ჩვენ. ამიტომ რა ვქნათ? უნდა ვიცხოვროთ აქ, რაც მოგცა უფალმა და ღმერთმა. ამ ღვთით კურთხეულ მიწაზე და ხატოთ კიდე, წეროთ კიდეც და რა ვიცი, ვიცხოვროთ და ვიშრობოთ. ამინ. ბატონ გურამ, ახლა მე რაღაცას რო წერ ხოლმე და მე ხა ჩემით რატო დავიწყი არ ვიცი. აი მწერალი დავშოთ რა, წერს და ერთ სული აქ როდის დაბეჭდავს, რომ აი წიგნი დაიჭიროს ხელში. მეც მასე ვარ. ასევე ამ ხატვარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ასევე ამ ხატვარი, აი ხატავს და აგროვებენ ნახატებს და ერთი სული აქ როდის გააკეთონ, მე გამოფინოთ და საზოგადოებისთვის, ეს ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და მოვიდეს საზოგადოება დასათვალიერებლად. აი გამოფენები, ახლა თქვენ კი ბრძანეთ ეს კონკრეტული ის იყო მაგალითი აფხაზების და ჩვენთან გაკეთებული ეს გამოფენა. აი ზოგადად ახლა მხატვრისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობაა მხატვრის ზრდისთვის, პროფესიონალური ზრდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ გამოფენებს. სტიმულია, უფრო მეტი мотиваცია, უფრო ძალიან ბევრი რაღაც. კი ბატონო.
აი რა ხდება აი ამ გამოფენების მიხედვით როგორც შიდა გამოფენები ისე თუ გაქვთ ასევე საზღვრებს გარეთ რასაკვირველია მოდი ჯერ ჩვენ დავამთავრებ მე იმ თემას რაც ეხება აი ჩვენ ახლა რა ღონისძიებაც აქვს დაგეგმილი მე ვფიქრე დავამთავრებ თავარი ჩვენ ახლა მე ხოთქვი რომ ამას გაგრძელება ექნებოდა იმ ჩვენ ამ აფხაზებისა და ჩვენს ასეთ იმ ღონისძიებასაც ჩატარდა ზუგდიდში მოგეხსენებათ რომ ერთი წლის წინ ეს საქართველოს საზოგადოება მიცის ამის შესახებ ძალიან ცუდი რამ მოხდა სოხუმში დაიწვა სოხუმის მუზეუმი მთლიანად განადგურდა იქ დაცული ჩვენი მხატვრების, აფხაზი მხატვრების, ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში სამუზეუმო ღირებულების ნამუშევრები ინახებოდა, იქ იყო დაცული და მთლიანად განადგურდა. დიდი დანაკლისია, ბუნებრივია, ცუდი რამ იყო ახლა მოხდა ესეთი ფაქტი. ჩვენ გადავწყვიტეთ აფხაზეთის მხატვართა კავშირმა, აფხაზეთელმა მხატვრებმა, დევნილობაში ყოფნა მხატვრებმა, ბატონმა ჯემალ ბასარიამ, გამგეობამ მათმა, საქართველოს მხატვართა კავშირთან ერთად და რა თქმა უნდა ინიციატორები და ორგანიზატორები ჩვენ ვართ ყველანი ერთად. მოვიფიქრეთ ესეთი რამ, რომ ეს ფონდები რაც იქ დაიწვა და განადგურდა, მოდი ქართველმა საქართველოს მხატვართა კავშირმა, აფხაზეთელმა მხატვრებმა შეავსონ იქ. და ესეთი გამოფენა გვაქვს ახლა დაგეგმილი ჩვენ საქველმოქმედო გამოფენა დავარქვით ამ გამოფენას საქველმოქმედო იმ კუთხით რომ რაც გამოფენება თვითონ ნამუშევარს ქართველი აფხაზეთელი მხატვრები ვინც თბილისში მოღვაწეობს და არა მარტო თბილისში სხვა რეგიონებიდანაც ღებულობენ ამ გამოფენაში მონაწილეებს და საჩუქრად გვინდა გადავცეთ სოხუმის იმ მუზეუმს და გალერეას და შევავსოთ რა თქმა უნდა ეს კარგი ეროვნული საქმეა მოდი ესე ვთქვათ ყველა მხატვარი ამას შეხვდა ძალიან ესეთი სიყვარულითა და ძალიან დადებითად იქეს ეს ფაქტი და გაოცებითაც რომ ნუ თუ ეს მოხერხდება ესეთი რამ რომ პირველად აი როგორ ამდენი წელი გავიდა რომ და როგორი სურვილი გვაქვს ჩვენ რომ და როგორი გვინდა რომ ის უბედურება რაც იქ მოხდა იმ მუზეუმში აი აქაც როგორი კოლეგიალური დამოკიდებულება როგორი სითბო გამოხატა ქართველმა მხატვრებმა და აფხაზეთელმა მხატვრებმა და არა მარტო მათმა ყველა ვინც კი ამ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას თვითონ ნახავთ ჩვენ შევქმნით მათ ეს გვაქვს დაგეგმილი პარასკევს 31-ში ახლა ხან გვექნება ეს გამოფენა მოწვეული ყავს სტუმრები მოგზანდით ნახოთ შევაფასოთ და აი ოპიზაში დიახ ჩვენთან და უამრავი ხალხი მხატვრები მოვლენ ნახავენ და საზოგადოება და მეგონი დადებითად აღიქვამს ამ ფაქტს და ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რა თქმა ვიცი რომ მეორე მხარესაც აქვს მზაობა ამისათვის და ამაზე მე მინდა მადლობა უთხრა ყველას ვერ გვარებს ვერ დავასახელებ ახლა ვინც ამ საქმეშია ჩართული რომ განსაკუთრებით ბატონი ჯემალ ბასარია ძალიან აქტიურობს ბატონი ზურაბ ჭედია მათი გამგეობა იქ სხვები რომ ძალიან თქვენ ხო წარმოგიდგენიათ როგორი მონატრებულები არიან ახლა იმ აფხაზეთის კულტურის სამინისტრო ჩვენი აფხაზეთის დიახ დევნილობაში ყოფი აფხაზეთის კულტურის სამინისტრო დევნილთა სამინისტრო თვითონ აფხაზეთის მთავრობას დევნილობაში ყოფი როგორი ენთუზიაზმით შეხვდა ამ ფაქტს და ძალიან კარგი რამ არის ეს რა ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ შეგვიძლია პლენერებს როცა ვატარებთ ხო მე გასვლითი ესეთი მე გამოფენა კეთება ყოველთვის ცდილობ ჩვენ რომ სიამოვნებით მივიღებთ აფხაზეთელ მხატვრებს აი კედან გადმოსულ მხატვრებს ჩაერთონ ამ პროექტში და დახატონ იმუშაონ მე წლების წინ მოხდა ესეთი რამ რომ ბატონი გურამოდიშარიას მეშვეობით მოხერხდა ეს ფაქტი რომ ეთნიკური აფხაზი ჩამოვიდა კიდე სოხუმიდან ჯირფასი ბატონი გურამედი აქ მოკითხა მას არაჩეული წერალი და ძალიან კარგი პიროვნება ჩვენი მეგობარი და აი ამ აფხაზ მხატვარ ჩვენ უმასპინძლეთ აქ საქართველოს მხატვართა კავშირმა მოიარა მთელი საქართველოს შექმნა ნამუშევრები ყველაფერი მე გამოფენაც გააკეთა ჩვენთან და დაბრუნდა თავის სოხუმში და ესეც იყო პირველი მერცხალი ვინც მხატვრებმა მივიღეთ აი იქიდან მხატვრები და ეს გზა თანდათანობით ნელ-ნელა გრძელდება და ფიქრობთ რომ თუ რაიმე ხელშემშლელი ეხლა
ეს ინფორმაცია რომ გაჟღერდება და გაიგებს საზოგადოება, რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვანაირად აგიქვამენ ამას, მე თქვენ ვიცით, როგორი სიტუაცია გაგიქვამენ, დიახ. ამას და პოლიტიკურადაც შეიძლება სხვა სარჩული დაუდონ, მაგრამ თავარია რომ ეს არის სხვადასხვა, დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს კარგი საქმეა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ეროვნული უდაოდ სხვა რამეს მე ვერ დავარცხე. სხვა სარჩული ვერასოდეს ვერ დაედება. იმიტომ რომ წარმოიდგინე მე თვითონ პირადად რამდენი წიგნია გაფორმებული აფხაზეთელი მხატვრების. მე ისე მიხარია ეს ამბავი ბატონო გურამ რომ აი არ ვიცი. ხო და აი სადაც კი ხვდებით ხოლმე ახლა როგორი ნოსტალგია აქვს იცი, მაგრამ იცით რომ პოლიტიკური სიტუაცია ისეთი რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. მძიმე მდგომარეობა ზოგადად თემ სოფლიოშია მძიმე მდგომარეობა და მით უმეტეს ახლა ამ ჩვენს რეგიონში და ურთულესი მდგომარეობა. იგივე არა მარტო აფხაზეთელი მხატვრებია, ჩვენი ოსი მხატვრები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი წევრები არიან. როგორი სიხარულით არიან ხოლმე, აი ჩვენ გამოფენას ვაკეთებთ, აი საქართველოს მხატვართა კავშირი, ფართო მასშტაბიანი გამოფენები ყოველთვის დიდი ორგანიზაცია. ვერ ვეტევით ჩვენ საგამოფენო სივრცეში და ამიტომ ვითხოვთ. ეხლა აი პრობლემს რო შევეხეთ, გვინდა რომ აი ესეთი ეროვნულმა გალერეამ დააგვითმოს საგამოფენო სივრცე. საქართველოს მხატვართა კავშირი არის დაარსებული. საქართველოს მხატვართა კავშირს არა აქვს იმის ეროვნულ გალერეაში იყოს და ეს ტრადიცია უნდა აღდგეს. ჩვენ ახლა სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია ამ თემებთან დაკავშირებით. საქართველოს ხო და მე ვიცი რომ იყო და რატო აღარ არის ეს იყო ეს ტრადიცია როგორ არ იყო იმ წლებში ეს იყო ხოლმე ქართული ხელოვნების ზეიმი, როდესაც ეროვნულ გალერეაში გამოფენა კეთდებოდა. კარგი გამოფენები კეთდება იქ, აბსოლუტურად ისეთი პერსონალური გამოფენები, მაგრამ აი ჯგუფური გამოფენა, აი საქართველოს მხატვართა კავშირის ეგიდით რო ჩატარდეს. ახალგაზრდა მხატვრები, აწმოსილი მხატვრები, თაობათა შემოქმედებითი დიალოგი, რა თაობა მოდის, რა ხდება, ესე იგი, როგორი პრესტიჟია, რომ აი ახალგაზრდა დამწყები მხატვარი ცნობილ სოფლიოში, ცნობილ ხელოვანთან გვერდით რო გამოიფინება. რა თქმა უნდა. აი ეს გვინდა რომ აღდგეს, არ ყოფილა ეს არ გვაძლევენ ჯერჯერობით ამის საშუალებას, არ გვეძლევა უпроსორად, იმიტომ რომ დიმიტრი შევარნაძის მიერ არის დაარსებული ჩვენი შემოქმედებითი კავშირი. 1916 წელს. რატომღაც გონიათ რომ აი როგორ წერალთა კავშირი, რომ ჩვენ ვართ გუშინდელი რაღაც NGO, რაღაც შექმნილი საბჭოურ პერიოდში, ეს ასე არ არის. ჩვენ ვართ სამართალ მემკვიდრეები 1916 წელს დაარსებული დიმიტრი შევარნაძის და მისი თანამოაზრეების მიერ შემოქმედებითი გაერთიანების იმ პერიოდში. ყველა მხატვარი, ვინც კი უცხოეთში მიიღო განათლება იმ პერიოდში, ძირითადად გერმანიაში, რუსეთში, პეტერბურგის სამხატვრო აკადემია კურსდამთავრებულები, პარიზის აი ამ პერიოდში შეიქმნეს ორგანიზაცია და უდიდესი ქართული საქმე გაკეთდა. მაშინ არც სამხატვრო აკადემია არსებობდა, არც ეროვნული მუზეუმი არ არსებობდა, არც ეროვნული გალერეა არ არსებობდა. აი ამ გაერთიანებამ ჩაუყარა საფუძველი შემდგომ ამ ინსტიტუციებს. და დღეს ცოტა ნონსენსი არ არის, რომ დიმიტრი შევარნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დიმიტრი შევარნაძის მიერ დაარსებულ შემოქმედებით კავშირს საგამოფენო სივრცეს არ გვითმობს. რა თქმა უნდა დაგვითმონ. მე ჩვენ ამას ვითხოვ. ეს მე ხო არ ვითხოვ რომ ჩემი პერსონალური რამდენი ხანია ითხოვთ? რაც კი მე ამ თანამდებობაზე მოვედი. რა თქმა ეს საკითხი დავაყენეთ, მაგრამ ეს ცოტა ისეთი თემაა ახლა. ცოტა რო იტყვენა ეს სენსიტიური თემაა რა. ჩვენ მქონდა ამაზე კულტურის სამინისტროსთან ამ თემაზე საუბარი. ნუ იყო ესეთი არსებობს ესეთი აზრი. არსებობდა უბრალოდ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვართ სოლიდური ორგანიზაცია მართლაც რაოდენობით მხატვრების ყველაფერს მაინც უნდა ვიტყვენ ან რიგში კი არა რაღაცა უნდა დავიჭიროთ ისეთი ამ პროექტი ან პროგრამა რომ კი ბატონო არც ეს არის პრობლემა მაგრამ პრობლემა რაში ამდენი მხატვარი როგორ უნდა გამოიფიროს მაშინ რა ვქნათ 80 100 შესანიშნავი მხატვრები ყავს ჩვენ ახალგაზრდა თაობა წელიწადში 2 გამოფენა გვინდა გაკეთდეს ამას ვითხოვთ ამას წინ ამას ალტერნატივა რა გამოთხოვნას ამას ვერავინ ამას ვერ აღუდგება წინ რა თქმა უნდა იმ ახალგაზრდებს ჭირდებათ ეს რასაკვირველია იქ უნდა როგორი ზეიმი იყო ხოლმე რუსთაველის პროსპექტზე როდესაც აი ესეთი გამოფენა კეთდებოდა ხოლმე წლების წინ ეს იყო 80-იან წლებში 70-იან წლებში რატომ ეძახიან იმ პერიოდს რაღაც ისეთ რა იყო სტაგნაციის პერიოდი შესანიშნავად თუ კი რამე შექმნა ქართულ ხელოვნებაში აი პერიოდში შეიქმნა რა თქმა უნდა მის შემდეგაც მაგრამ არაჩვეულებრივი ხელოვანი ხალხი იქ იფინებოდა
ჯგუფური გამოფენები გვინდა გაკეთდეს იქ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს და იმ ბაცმოსილ არაჩვეულებრივ ხელოვან ხალხთან ერთად გამოიფინონ ქართველი ახალგაზრდა მხატვრები. და არა მარტო ქართველები, როგორც აღნიშნე, ეს ბევრ რამეს გააერთიანებს და ბევრ რამეს კიდევ სათანადო დონეზე ფერწერის გამგრძელებელი. ეხლა იგივე იმ აფხაზ და ოს და სხვა მხატვრებს არეპრესტიჟებათ, რომ რუსთაველზე ეროვნულ გალერეაში გამოიფინოს. ძალიანაც ეპრესტიჟებათ და ძალიან პრესტიჟულია. მე მაქვს ეხლა ესეთი პროექტი. რუსთაველზე ეროვნულ გალერეაში. ჩვენ გვაქვს ეხლა პროექტი და ალბათ უკვე ამასაც შევიტანთ, რომ ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც საქართველოში მხატვრებს გულისხმობ, ცხოვრობენ და რეგიონებში მოღვაწეობენ, აი ეს ხალხის გამოფენა, ამ ხალხის გამოფენა გვინდა გაკეთდეს იქ. არ გავუკეთებია, ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს იქნება საკმაოდ მაღალი დონის გამოფენა, ორგანიზაციას გავუკეთებთ, მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ეროვნული გალერეის მესვეურებთან ერთად, რომ აი ესეთი კარგი რატო რა პრობლემაა? რატო უნდა იყოს ეს პრობლემა? ვინ უნდა გადაწყვიტოს გადაჭრას ეს პრობლემა? ეს პრობლემა ადრე იყო ესეთი შეთანხმება იყო კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მხატვართა კავშირის შორის იყო აი ესეთი მემორანდუმი თუ დავარქვათ, ნუ რაღაც ხელშეკრულება თუ მოლაპარაკება, რომ 7 გამოფენა იმართებოდა იმ პერიოდში ჩვენი ეგიდით. ეს ეთმობოდა, ეს ეგონათ ხოლმე, რომ აი ეროვნული გალერეა მხატვართა კავშირს ეკუთვნოდა, არ გვეკუთვნოდა ჩვენ. არ იყო ის ჩვენს იურისდიქციაში ესე რომ ვთქვა, მაგრამ იმდენჯერ იყო და იმის გარეშე კულტურის სამინისტრო მხატვართა კავშირის გარეშე ასეთ ჯგუფურ გამოფენას რა თქმა უნდა არც უწევდა წინამდე გვას პირიქით გეხმარებოდა და ეხმარებოდა. მე ცოტა ხნის წინ ვიყავი აზერბაიჯანში, ბაქოში. იქ ჩამოყალიბდა უამრავი თემები გვაქვს ჩვენ. ჩამოყალიბდა მათი მიწვევით, ჩამოყალიბდა შემოქმედებითი კავშირების საერთაშორისო კავშირი დამტო, ესე იგი შეიქმნა ასეთი. ამას ბატონი საერთაშორისო სამხატვრო კავშირი. მხატვართა გაერთიანება იყო თურქეთი, უნგრეთი, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები და ეს დაფუძნდა და მათ შორის დამფუძნებლები ვართ ჩვენც. და რამდენად საპატიო, როდესაც სიას იწყებდნენ ამ დამფუძნებლების, რომ ჩვენი საქართველოს მხატვართა კავშირით იწყებოდა. მიღება ჰქონდა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან და დაიგეგმა იქ ჩვენი ქართველი მხატვრების გამოფენა. და როგორი ყურადღებით არიან, იცი, სხვა ძალიან ამ შემოქმედებითი კავშირების მიმართ. რატომღაც ცოტა ეს პრობლემები მოიკოჩებთ ჩვენთან. შემოქმედებით კავშირებს ისევე როგორც მწერალთა კავშირს, მხატვართა კავშირს და კომპოზიტ ყველა შემოქმედებით კავშირებს მეტი ყურადღება ჭირდება. ყურადღება რაში გამოიხატება, ხო? გზები უნდა გაუხსნან. გზები გაუხსნან, დაგვეხმაროთ ჩვენ პირიქით. ის მინდა რამე ჩვენ დაბრკოლებები თუ კი რამე არსებობს ის უნდა მოიხსნას ყველანაირი წარმოიდგინეთ ეხლა ის რაც შემოგჩეს ქონება ხო ქონება თუ გიჯერს ჩვენი არ არის ეს ქონება სამწუხაროდ არის სახელმწიფო სტატუსია რაც შემოგჩეს ჩვენს მიერ აშენებული მხატვრების ჰონორარებით და უამრავი რატო უნდა ქონდეს სახელმწიფო სტატუსი კარგი სახელმწიფო სტატუსია ამასაც გვართმევენ წარმოგიდგენია არა იცით რა მაინტერესებს ბატონო ტენდერზე მოდოდა ცოტა რა მაინტერესებს ისიც ბატონო გურამ ძალიან უხერხულია მაგრამ თვითონ სახელმწიფომ ხო იცის რომ თავისი აშენებული არ არის და მხატვრების აშენებული ეს წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა მოდი ყველას წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა ესა და კიდევ უფრო ადრეც რომ ეს ამას ეს იყო იქ ამაზე დიდი პრობლემები შეხვდა ჩვენმა ხელმძღვანელობამ წინა ხელმძღვანელობამ ბევრი იბრძოლა ამაზე მაგრამ არაფერი არ გამოვიდა სამწუხაროდ იქ იყო კიდე რაღაც ისეთი შიგადინებები ამას ბევრი რამის გამო მოხდა ეს რა ეხლა ამაზე ჩვენ არ საერთოდ რო გეყოფა და არ მინდა ამ პრობლემის შევეხო მაგრამ ეხი რამ არის ის სადაც ავარ ჩვენ ეხლა ჩვენი ხელით არის გაკეთებული საგამოფენო სივრცე ოფისარი სადაც ეხლა ქართულ აფხაზთა გამოფენა იმართებოდა უამრავი გამოფენები ამის წართმევისა და ამის წაგების უფლებას და ტენდერზე და რაღაც გაუგებარი ამორფული ორგანიზაციების შემოტევა ჩვენ ძალიან ესე მოვიგერიებ და არ იქნება ეს კარგი ამას წინააღმდეგება ათასობით მხატვარი იყო ეს მცდელობა მაგრამ გაჩერდნენ იმიტომ გაჩერდნენ რომ არ იყო ეს სორინა ბიჭი ჯერ ერთი სადუნა წავიდეს ამდენი ხელოვანი ხალხი რა გვაქვს რა ქუჩაში დარჩეს კი ბატონო ეს უკვე ახლა მოხდა სულ ცოტა ხნის წინ
და ჩვენ შევაჩერეთ ეს პროცესი, ჩვენ გვქონდა შეხვედრა კულტურის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში და საერთოდ რომ აი ესეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან უკუ შედეგს გამოიწვევს. ეს იქნება ძალიან ცუდი სამარცხვინო დარტყმა შემოქმედებითი ორგანიზაციის წინააღმდეგ. დიახ. პირდაპირ ვამბობ, თუ კი ეს რომელიმე ესეთი მდიდარი ინსტიტუცია უნდა შეისყიდოს ეს ქონება და სათავისოდ გამოიყენოს, რას უშვებიან რამდენ მხატვრებს საათ? რა ვქნა, კუჩაში დარჩეს? არა და რამდენი ახალგაზრდა იმის გარდა რომ პირიქით უნდა იყოს. აი სად არის სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ხელოვნებასთან დაკავშირებით, ამ შემოქმედებით. რა საინტერესო ხალხია. და მეორე კიდევ, აი ახლა ჩვენ უამრავი შეხვედრები გვექნება, ახლა მე გეგმავ ამას ჩემს მეგობრებთან ერთად, როგორც იქნება კულტურის სამინისტრო, პარლამენტის კულტურის და განათლებისა და კულტურის კომიტეტი, ვისაც შეხება აქ ამ სფეროსთან. კავშირების შესახებ კანონი, რომელიც არის მიღებული დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს კანონი არის შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ, რომელიც კანონით სამწუხაროდ არ მუშაობს. რატომ? აი ხო კითხვა მიჩნდება. თუ კანონი არის, რატომ არ მუშაობს ეს კანონი? უამრავი ისე იგი მუხლები, ყდარი მუხლებია, აი თუ ვამბობ, აი შეხვედრები მქონდა, ხო არის, არა გასაოცარია რა, მართლაც რა. ანა მოიღეთ ეს მუხლები და ეხლა მე რო ეს ამ მუხლებს ჩავ ამ კანონის ამ იმაზე ვისაუბრო. ისეთი ღიმილის მომბრელი ისინია შიგნით, რა ქვია, მოქმედი კანონში ამოსაღები მუხლები ისეთი რომელიც საოცარი ახლა არ მინდა რაღაცაზე არ უნდა იყოს მაგრამ რაც არის ეს რაც არის იმაში რაც გვეხება რაც უნდა იყოს და ჯერეთი რაც ის არ მოქმედებს უამრავი არის პროგრამული პროექტების ესე იგი სახელმწიფო ზრუნავს ხალხის შემოქმედებითი კავშირების უფლებების დაცვაზე მათ ქონებრივი ინტერესების დაცვაზე სახელმწიფოსა და შემოქმედებითი კავშირების შორის ურთიერთობა როგორი უნდა იყოს გაწერილია ყველაფერი ამ კანონში კითხვა მიჩნდება რატომ არ მუშაობს ეს კანონი რატომ არ ასრულებს ამ კანონს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები? რატომ არ ასრულებს? რატომ? კითხვა მიჩნდება. აი ამიტომ ახლად არჩეულ პარლამენტის შესაბამის ორგანოს კი როგორც არის განათლება გვექნება შეხვედრა არა მარტო მე ჩვენ შემოქმედებით კავშირის რატო იმუშაოს რას ვიტყობთ ეხლა რომ მოდი ეხლა ის გალერეა სადაც ეს გამოფენაა აი პირადად აი ჩვენი საკუთარი ხელით შევქმნით რა ეხლა შემოვიდეს ვინმე უცხო იყიდოს ეს ტერიტორია ჩვენ ვიტყვას მიბრძანდით აქედან აქ უკვე ჩვენ უნდა ესე იგი რა ფული წყოს ყველაფერს სახიდან რომ ვიღაცამ გაგაგდოს ნუ არა ნუ წარმო ჯერ ვერავინ ვერსად ვერ გაგვაგდებს ეს მაგის გარანტიას ჩვენ ვაძლევთ მაგრამ ვერავინ ვერსად ვერ გამოიშვებს იმიტომ რომ ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი ქმედება თუ ამაზე წავა ვინმე საკადრის პასუხსაც მიიღებს ვინც არ უნდა იყოს ეს არ მეპარება ბატონო გურამ ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და აი რაღაცა 3 წუთი დაგვრჩა აი მხატვართა კავშირის სამომავლო გეგმებზე ძიახ ძალიან ბევრი საინტერესო გამოფენები გვაქვს. არა მარტო საქართველოს, აი მე ვთქვი აზერბაიჯანი ვახსენე. კონტაქტზე გამოვიდა ჩვენ და ჩვენს გავედით საბერძნეთის ელჩი და იქაც გამოფენა უნდა გაკეთდეს. ევროპის ბევრ ქვეყანაში გვაქვს მოლაპარაკება საელჩოებთან, აი გაკეთდეს ჩვენი ჯგუფურ გამოფენებს გულისხმობია. არა მარტო პერსონალური გამოფენები და რამოორ სამკაცი არა. ჯგუფური გამოფენები იქნება 10-15-20 ხატვის წარმატებული საქართველოში გამორჩეული ხატრების გამოფენა იქნება და სათანადო დონეზე წარმოვაჩინოთ ჩვენი თანამედროვე ქართული ხელოვნება. ის რა ჩვენ ნიშაშია, დიახ? უამრავი გამოფენები გვაქვს დაგიგე. თან ეს გამოფენები ემსახურება იმას, რომ ქართველებსა და აი უცხო შორის დამყარდეს მეგობრული კულტურათა შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ურთიერთობები, გასვლები იქნება რაღაც ისინი ჩამოვლენ თქვენ წაბძანდებით იქით თქვენ ჯგუფით და ასე შემდეგ. რა საკვირველია. ეს ხელს შეუწყობს მეგობრობას კულტურათა შორის დიალოგს, აცვლას, მხატვრების ჩვენი და უცხოელი. და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სიყვარულს და ჩვენი ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გურა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. აი ესეთი არაჩვეულებრივი საუბრისთვის, არაჩვეულებრივი მართლა რესპონდენტი ბრძანდებით, ნუ სხვანაირად ვერც წარმომედგინა.
მე მინდა წარმატებები გისურვოთ აი იმ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეში, რასაც ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, სახვითი ხელოვნება ქვია და მე ძალიან მეიმედებით თქვენ აი ამ ყველაფრის ღირსეულ პატრონად. მადლობა. ძალიან მართლა მეიმედებით და როდესაც ყველაფერი არის პატრონზე დამოკიდებული. როგორი პატრონი წავს, ამა თუ იმ ორგანიზაცია იქნება თუ ადამიანიც რო იყოს, ხო? ისე მისდის იმას საქმე ყველაფერი. და აი ამ ორგანიზაციას გაუმართლა რომ თქვენი სახით ყავს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი, ღირსეული და დაფასებული ადამიანი პატრონად. წარმატებები მინდა გისურვოთ. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი გახდათ ბატონი გურამ ცერცვაძე, საქართველოს მხატვართა კავშირისა და საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებით გაერთიანების თავმჯდომარე. მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით.